სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა. საქმე ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორქმედებაში დამნაშავეცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. საქმეში არ არსებობს არც ერთი ნეიტრალური მტკიცებულება იმის დამადასტურებელი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ჩაიდინა დანაშაული. იმ საქმის ფაბრიკაციის ფარგლებში, რომელიც განახორციელა საქართველოს პროკურატურამ და რაც შემდგომში განახორციელა საქართველოს სასამართლომ, ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება არ განხორციელებულიყო. ეს სასამართლოს არანაირი სიტყვიერი განმარტება არ გაუკეთებია გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, უბრალოდ გამოაცხადა, რომ ძალაში დარჩა პირველ ინსტანციის გადაწყვეტილებაში. პირველ ინსტანციის სასამართლოში იგივე ფაქტობრივი გარემოებები იმდენად წინააღმდეგობაში იყო საბოლოოდ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან, ამის დასაბუთება შეუძლებელი იქნება თუნდაც სააპელაციო სასამართლოს მიერ. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად კანონით დადგენილ ვადაში მივმართავთ უზენაეს სასამართლოს და მოვითხოვთ აღნიშნული განაჩენის გაუქმებას და იმ შემთხვევაში თუ კი კვლავ იქნება ძალაში დატოვებული, მივმართავთ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ნათელი დემონსტრაცია იმისა, რომ კოლეგიამ სასამართლოს შემადგენლობით სრულად შეაფასა, გაანალიზა ყველა ის მტკიცებულება, ყველა მოწმისშვენება, ყველა დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი არის დამნაშავე, მან მიითვისა კრიპტოვალუტა და ასევე მოახდინა მითვისებული აქტივის ლეგალიზაცია. გიორგი ბაჩიაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე, რომელიც იჯება მხოლოდ იმიტომ, რომ არ დათმო საკუთარი ღირსება და არ შეეგუა უსამართლობას. გიორგი ბაჩიაშვილი დღეს გაცილებით თავისუფალია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და მე მჯერა, რომ ეს უსამართლობა ძალიან მალე დასრულდება და თითოეული პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც დღეს იჯებიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უყვართ თავისი ქვეყანა და იბრძვიან ქვეყნის თავისუფლებისთვის, იქნებიან თავისუფლები და ჩვენი ქვეყანა იქნება თავისუფალი. ივანიშვილს ის ყავს სამიზნეში ამოღებული, ის ჯისმას, ის შურისძიებით არის გამსჭვალული მის მიმართ და ბუნებრივია ყველა მოსამართლე, რომელიც იქნება გამწესებული ბაჩიაშვილის საქმეზე, შეასრულებს ივანიშვილის ნებას. იყენებს ახლა არსებულ სიტუაციას და მაქსიმალურად ცდილობს, რომ პოლიტიკური მოტივებით იყოს შეფუთული მისი კონკრეტული დანაშაული. აქციების დროს დაკავებულ ნაციონალური მოძრაობის წევრს ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლე ჯვებენ აჭყებია ანატოლი გიგაურისთვის ბრალად წარდგენილი 353 პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გადააკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნო დამნაშავედ, რომელიც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით. დღევანდელ სხდომაზე ანატოლი გიგაურმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. ცნობისთვის გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალოდა. თავად გიგაური ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 24 ნოემბერს თბილისში რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას ბრალდებული თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს და ფიზიკურად იძალოდა მასზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო 353 მუხლის პირველი ნაწილით პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა ჩადენილი ძალადობით და სასჯელის სახით აზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. დაწყვეტილება კერძოდ ბრალად წარდგენილი მუხლი, რაც ჰქონდა ანატოლი გიგაურს 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი პოლიციელზე თავდასხმა გადააკვალიფიცირა პოლიციელზე წინააღმდეგობა, რასაც თან ახლავს ძალადობა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ არ დადასტურდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით. კერძოდ, ანატოლი გიგაური არ არის თავდამსხმელი და ანატოლი გიგაური არ დასხმია თავს პოლიციელს. როგორაც დაკვალიფიცირდა ანატოლი გიგაურის ქმედება, ვიღაცისთვის შეიძლება პოზიტივია, თუმცა ჩვენთვის, საერთო სტრატეგიისთვის, საერთო მიზნისთვის და მათ შორის ანატოლი გიგაურისთვის არ არის
ძირითადი მიზანი და ძირითადი შედეგი ის, რისთვისაც ვიბრძოდით თვეების განმავლობაში. თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმი დაუნდობელი უნდა ყოფილიყო ანატოლი გიგაურის მიმართ, რომელიც არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ეს მან თავადვე აღნიშნა დღევანდელ სხდომაზე და ამიტომ ჯვებე ნაჭყებია მოსამართლე წოდებულმა პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელმა მონამ, რა თქმა უნდა, ეს დაკვეთა შეასრულა და 2 წელი პატიმრობა მიუსაჯა ადამიანს, რომელსაც არანაირი დანაშაული არ აქვს, გარდა იმისა, რომ ის დადგა სიმართლის მხარეს. ზოგადად ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს სასამართლო სისტემა, გვაქვს შენობა, სადაც აწერია სასამართლო, ყავს მოსამართლეები, ადამიანებს ქვია მოსამართლეები, მაგრამ მოსამართლის ფუნქცია არის კონფლიქტი მოაგვაროს. ჩვენი მოსამართლეები უბრალოდ არიან მხარე, ანუ მთავრობის მცველები არიან და ფაქტობრივად უმეტესწილად რაღაც ჯალათების ფუნქციას ასრულებენ, იგივე ტიპის ჯალათების, როგორც საბჭოთა კავშირში იყვნენ მოსამართლეები. ამიტომ მე არ მაქვს მოლოდინი რაღაც განსაკუთრებული განაჩენების. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვე რჩება პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობა. არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს პარტია გირჩი. მისი ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ დაქსაქსულიყვნენ და ხელისუფლებისთვის შესაძლო გამარჯვების ბერკეტები შეექმნათ. ისინი კანდიდატს შიდა პარტიული პრაიმერისით არჩევენ. მირობის კანდიდატის შერჩევის პროცესი კი აგვისტოს განმავლობაში გაგრძელდება. პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ოპოზიციურ სპექტრში თბილისის მერობისთვის კომპეტენტური კანდიდატი აქამდე არავის წარუდგენია. პარალელურად პროცესში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობას აპირებენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლილო ძლიერი საქართველოსთვისაც. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავაც ბოიკოტში რჩება. ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში შესვლას არ აპირებენ. ჩვენი ამოცანა, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, როგორც ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, როგორც პარტიის, რომელმაც 2003 წელს მშვიდობიანი რევოლუციის გზით ერთხელ უკვე დაამხო ავტორიტარული რეჟიმი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ქვეყანაში მოიტანა ყველაზე დიდი საკეთილდღეო ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის. ბოიკოტში მყოფი პარტიები და მათ შორის ხაბეიშვილი, რომელიც აი ამ რაღაც სოციალურ გამოკვლევას გამოკითხვას აქვეყნებს და კითხულობს, ვინ რას იზავს. მას მე აი 4 ოქტომბერი რო გათენდება, გაივლის ეს დღე, ჩატარდება არჩევნები, მოსახლეობა წავა არჩევნებზე, თავის პოლიტიკურ პოზიციას დააფიქსირებს რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ უმძიმესი მდგომარეობა დედაქალაქში არა, ყველა რეგიონში უმძიმესი მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკურ სიდუხჭირეშია და ამ ხალხს სჭირდება რაღაც ახალი მოქალაქეზე მორგებული და განვითარება. და ეს პროცესი აუცილებლად ესე წარიმართება და ლევან ხაბეიშვილი და მისნაირები ის სხვა პარტიები, რომლებიც ბოიკოტში იმყოფებიან და ოპოზიციაში არიან. დღის ბოლოს ის 4 ოქტომბერი რო დაღამდება, რას აკეთებენ? ძალიან მალე საზოგადოება გაიგებს კონკრეტული პირების ვინაობას, ვინც იქნებიან კანდიდატები. ახლა ქართული ოცნების განცხადებების პასუხს ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ. ჩვენი პასუხი და ხალხის პასუხი იქნება ამ მომდევნო კვირების განმავლობაში და 4 ოქტომბერს. ჩვენ ვაპირებთ კონცენტრირებად იმ რეგიონებზე, სადაც შედარებით მაღალი რეიტინგი გვაქვს და შეგვიძლია გავიყვანოთ ადამიანები და იმედია ამ მორჩეველი ადეკვატურ გაწყვეტილებას მიიღებს და დააფასებს ჩვენ თანმიმდევრულობას და არ შეყვება იმ სტანდარტულ დაპირისპირებას, რაც ქართული ოცნების და დანარჩენი ოპოზიციის. ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, გვექნება წარმოდგენილი ჩვენი პროგრამა, კონკრეტული პროექტები, რაზეც დაველაპარაკებით მოსახლეობას, აუხსნით, ვაჩვენებთ ყველას თუ რის გაკეთებას ვაპირებთ და რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს. პარალელურად დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მიიწვევს. ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალური განმარტებით მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერება. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას პოლონეთიც განიხილავს. ქართული ოცნება დასავლეთის კრიტიკას ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნევს. მართველი გუნდის ოპონენტები კი თვლიან, რომ არსებული ვითარების მთავარი გამომწვევი მიზეზი ქართული ოცნების ნაბიჯებია. მე ზოგადად არ მაქვს მოლოდინი რომ რამე შეიძლება და ქართული ოცნება პრინციპულად შესვლის თავის მიდგომებს, ამიტომ სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოსკენ მაღალი ალბათობა რომ ჩვენ დავკარგოთ
ვიზა ლიბერალიზაცია, მაგრამ მეორე მხრივ ახლა ეს ბუნებრივი შედეგია იმისაც უკვე წლებია ხდება, ფაქტობრივად უკვე 2-3 წელი შეიძლება ვთქვათ, როცა ქართული ოცნება მიზანმიმართულად გავს ნაბიჯებს, რომელიც აუარესებს ურთიერთობას ჩვენ ევროპულ მეგობრებთან და ამიტომ ასეთი რეაქციაც ალბათ კანონზომიერია. ის მოთხოვნები და დათქმები, რომელიც მომდინარეობს ევროკავშირიდან, არის ფუნდამენტური ღირებულებები ევროკავშირისა, ეს შეეხება ადამიანის უფლებებს, ეს შეეხება დემოკრატიულ სტანდარტს, ყველაფერს იმას, რის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს ქართული ოცნება. ქართული ოცნების რეჟიმი დგას სწორედ ძალადობაზე, ძალოვან სისტემაზე, ანტიდემოკრატიულ კანონმდებლობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე და ის მზად არის, რომ ივანიშვილის პირადი ინტერესების გამო ქართველი ხალხი დაზიანდეს. და ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მცდელობა ვნახეთ ჩვენ სამწუხაროდ საქართველოში რევოლუციების მცდელობისა, შავი გაუმჭვირვალე ფული შემოდიოდა ქვეყანაში იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო. ამიტომ გახდა საჭირო გამჭვირვალობის კანონის და ფარასტიფის კანონის შემოღება, რომ ყველაფერი იყოს ცხადი და უცხოეთიდან ვითომ რაღაც კეთილი საქმეებისთვის შემოსულიეს შავი თანხები მე შემდეგ რომელსაც პოლიტიკისთვის იყენებდნენ, მთლიანად გამჭვირვალე იყოს და არავის არ მიეცეს შესაძლებლობა პოლიტიკურად იქნეს გამოყენებული ეს თანხები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს. მათივე ინფორმაციით, ქვეყნიდან გაძევებულია ინდოეთის, რუსეთის, ნიგერიის, ირანის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, პაკისტანის, კენიის, სომხეთისა და ყირგიზეთის ჯამში 34 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერო სამმართველოს დრონებმა რუსეთის ქალაქ ორენბურგში მდებარე ჰელიუმის ქარხანას დაარტყეს. ერთ-ერთმა წყარომ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული საწარმო ერთადერთია რუსეთში, რომელიც რაკეტების წარმოებისთვის, კოსმოსური ინდუსტრიისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის კრიტიკულ კომპონენტს აწარმოებს. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მათ უპილოტო საფრენი აპარატები დაინახეს და ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმებიც გაიგონეს. ევროკავშირის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, მათი თქმით, პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დასრულებისა და უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის მიმართულებით მიესალმებიან. ევროპელი ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, რომელიც სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მოიტანს, საერთაშორისო სამართალს უნდა იცავდეს, მათ შორის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და იმას, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს. ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს უფრო ფართო შედეგები მოაქვს ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც. მათივე თქმით, ნებისმიერი სამომავლო უსაფრთხოების გარანტიის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს ის, რომ უკრაინამ ეფექტურად შეძლოს თავის დაცვა. ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებას უკრაინასთან დაკავშირებით ხელი მხოლოდ უნგრეთმა არ მოაწერა. დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული მაღალი ტარიფების ამოქმედება 90 დღით დააპაუზა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც ჩინეთთან მაისში მიღწეული 90 დღიანი სავაჭრო ზავის მოქმედება გაახანგრძლივა. ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად სავაჭრო ზავი 9 ნოემბრამდე იმოქმედებს. შეგახსენებთ, მაისში ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის დელეგაციებმა 90 დღიან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლითაც ერთმანეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები შეამცირეს. სავაჭრო ზავის თანახმად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფები 145%-დან 30%-მდე შეამცირა. ჩინეთმა კი ამერიკის შეერთებული შტატების საქონელზე დაწესებული საპასუხო ტარიფები 125%-დან 10%-მდე შეამცირა.